მოგესალმებით თვითონ ტელემაყურებლებო და სოციალური ქსელის მაყურებლებო. დღეს ტელეკომპანია PKTV-ის ეთერში იწერება გადაცემა დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკა, ამერიკა, ისრაელი, ირანის ომსაც შევეხებით დღეს აუცილებლად და მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენთვის ჩვენი ტელემაყურებლებისთვის უკვე საკმაოდ კარგად ცნობილი ჩვენი რესპონდენტი და ჩემი ფაქტიურად თითქმის მუდმივი რესპონდენტი ბატონი სოსო სიმონიშვილია ჩემთან ერთად ეთერში. ბატონი სოსო გახლავს პუბლიცისტი, გაზეთ დრონის მთავარი რედაქტორი, ასოციაცია თავისუფალი პრესის დამფუძნებელი და დირექტორი, ასევე ბატონი სოსო მეორე პროფესიით გახლავთ ეკონომისტი და იგი გახლავთ ეკონომიკის ექსპერტი ასევე. მე გახლავართ ზაქარია როჭიკაშვილი, ტელეკომპანია PKTV-ის რუბრიკა რეალური ანალიზის დამფუძნებელი და დღეს რუბრიკა რეალური ანალიზი. რუბრიკა რეალური ანალიზი უნდა გავაკეთოთ რეალური ანალიზი ბატონო სოსო. მოგესალმებით. მე მინდა რომ ჩვენს მაყურებლებს ვამცნო, რომ დღეს ბატონი სოსო იუბილარი ყავს და მან მოიცალა ამ იუბილის დღის მიუხედავად ჩვენთვის, რომ ჩვენ სწორი ანალიზი გავაკეთოთ და უფრო საჭირო და სათულო საქმეებს მოვკიდოთ ხელი. გილოცავ დაბადების დღეს PKTV-ის სახელით, ულოცავ მას მთელი ქართული საზოგადოების სახელით, იმიტომ რომ საკმაოდ ხალხმოსილი ბატონი გახლავთ. ბატონო სოსო, დღეს კიდევ უფრო მეტად გაჩაღდა საქართველოს გარშემო ცეცხლი. საქართველოს გამოიყურება და კავკასია ჯერჯერობით როგორც ესე ვთქვათ მშვიდობის ოაზისი. მაგრამ მადლობა უფალს ამისთვის, რა თქმა უნდა. რა ხდება, მინდა თქვენგან მოისმინოს ჩვენმა მაყურებელმა. ამერიკის შეერთებული შტატები ესე გაცხარებით, ესე უცბად თითქოს მოლაპარაკებები მიდიოდა ირანთან. ირანის მესვეურები აცხადებენ, რომ ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობის ფონზე ფაქტიურად ზურგში ხანჯლის ჩარტყმას გავსო, იმიტომ რომ რა წინადადებებიც მოაყენეს ამერიკის მხრიდან, თითქმის ყველაფერზე ჩვენ თანახმა ვიყავითო და შუა მოლაპარაკებების პერიოდში უცბად გაჩაღდა ესეთი გაგანია ომი. რა არის, რას უნდა მოასწორებდეს ეს? მოლაპარაკებას როცა აწარმოებ მოწინააღმდეგე ქვეყანასთან, იმ მომენტში მოლაპარაკებების სიტუაციაში უცბად მაგიდიდან წამოხტომა და იარაღზე ხელის გაკვრა რაღაცას უნდა მოასწავებდეს. მინდა ეს ანალიზი გავაკეთოთ. ბატონო ზაქარია, ჩვენ ქართველები მართლაც ვართ აი ცივილიზაციების მიჯნაზე, სადღაც საზღვარზე, ხო? ჩვენ ერთის მხრივ აზიის ნაწილიც ვართ, მაგრამ აზიის ნაწილი იმიტომ არა ვართ, რომ ქრისტიანები ვართ და ქრისტიანები კი იყვნენ აქა-იქა აზიაში, მაგრამ დღეისათვის უკვე აღარ დარჩნენ, ხო? სირია თავის დროზე იყო ქრისტიანული, კოპტების დროს არაბიზაციამდე იყო ქრისტიანული და იყო კიდე სხვები იქ, ხო და მეორე მხრივ ცივილიზაციურად სარწმუნოებრივად, ეხლა ცივილიზაცია თავისთავად ქრისტიანული ევროპული ცივილიზაცია, ქრისტიანული ცივილიზაცია, ქრისტიანულ ფასეულებებს სახარებაზეა აღმოცენებული, ამასია ხო. ამ თვალსაზრისით როგორ ვთქვათ,
შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ მონათესავე და ახლობელი ვართ ევროპის. მეორე მხრივ ევროპა ფაქტურად ქართული ცივილიზაციის ფესვებზე აღმოცენდა, ხო? ესეთი ასე ამტკიცებენ უძველესი ისტორიის სპეციალისტები, ისინი უფრო მხარად დგანან აი ამაზე რა ქვია, ამტკიცებაზე, ვიდრე ჩვენი მეცნიერები. ხო და ეხლა აი ამ ცივილიზაციური თვალსაზრისით რომ შევხედოთ და საქართველოს ირანის ურთიერთობებს რომ შევხედოთ, ხო? არავითარი მოულოდნელი და არავითარი გასაკვირი ამაში არ არის. ჩვენს მეფეებს თუ უფლისწულებს თუ თავის სხვადასხვას ირანის შახები ჩვეულებრივ იბარებდნენ ხოლმე როგორც მასა და მეგობარს და მე ვთქვათ მოსწავლდნენ კატეგორიულად ქრისტიანობის დათმობას და ასე შემდეგ. შუა საუკუნეებში და მე ესე იგი ჩვენ ხო შუა საუკუნეებში არასებდნენ, ან თავს მოჭრიდნენ, ან რაღაცა ისე რომ მუსულმანურ სამყაროში სახელმწიფოთა შორის მით უმეტეს ქრისტიანულ სახელმწიფოსა და მუსულმანურ სახელმწიფოს შორის იმაზე რა ქვია ღირსებაზე და რაღაც ამ დაგორზე ლაპარაკი ცოტა უხერხულიც კი არის, იმიტომ რომ ეხლა ვთქვათ ამ ძველ ისტორიას რო თავი გავანებოთ, ეხლა ეს მოლაპარაკებებს მე ყოველთვის ვადევნებდი თვალყურს, ეხლა კი არა აცლეულები. ხო და იგივე ირანი მაგალითად მუდმივად ამტკიცებდა რომ ჩვენ არასოდეს არ აღიარებდა თავიდან ყოველ შემთხვევაში რომ ის აკეთებდა ბირთვულ ბომბს და ამბობდა რომ ეს სჭირდება მხოლოდ ატომური ელექტროსადგურებისთვის, მაგრამ იმ პარალელურად იმ ხარისხით ამდიდრებდა ურანს, რომელიც უკვე საჭირო აღარ არის მშვიდობიანი ატომისთვის, ასეთი კონცენტრაციის მქონე ურანი. მეორე ამბავი ოფიციალური თეირანი ძალიან ხმამაღლა და ყველა არხიდან გაეროდანაც კი აცხადებდა რომ სოფლიოში არის ორი სატანა, პატარა სატანა ეს არის ისრაელი და დიდი სატანა ამერიკა და მათი მიზანი არის რომ ეს ორი სატანა მოკლან. და ისინი აკეთებენ ამისთვის ბირთვულ იარაღს და ასევე ბალისტიკურ რაკეტებს და როდესაც ეს იარაღი ექნებათ, მაშინვე პირველ რიგში მოკლავენ პატარა სატანას და ისრაელს, ანუ გაანადგურებენ და შემდეგ დიდ სატანას შეერთებულ შტატებს. ისე რომ არასოდეს ამაზე ირანს უარი არ უთქვამს. ეს ლოზუნგები არასოდეს უკან არ წაუღია. ის თავის ეროვნულ მიზნად ყოველთვის თვლიდა, აი ბოლო 40 წელიწადია, ამას გულისხმობ, თვლიდა რომ ირანის სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იყო ისრაელის მოსპობა და შეერთებული შტატების მოსპობა. შესაბამისად, ეხლა ეს მოლაპარაკებები, ეგრეთ წოდებული სამშვიდობო მოლაპარაკებები, ერთის მხრიდანაც და მეორეს მხრიდანაც ეს იყო თამაში. ხო და ორივეს სჭირდებოდა, ყოველ შემთხვევაში ირანს აუცილებლად სჭირდებოდა ეს დროის გასაჭიანურებლად. ის ამბობდა, რომ ჩვენ ყველაფერზე თქვათ შეგვიძლია დაგეთანხმოთ, მაგრამ არ დაგეთანხმოთ ორ რამეზე, რომ ბირთვულ პროგრამას ჩვენ არ შევკვეცავთ და ბალისტიკურ რაკეტების პროგრამასაც არ შევკვეცავთ და ნუ ახლა სხვა რაღაც დარჩა. არც ისრაელს და არც შეერთებულ შტატებს არასოდეს მიზნად არ ჰქონია ის რომ თქვათ ან ტერიტორიები შეემცირებინა თქვათ ირანის სახელმწიფოსი ან რაღაცა რა ვიცი რამეზიანი მიეყენებინა ერთადერთი მიზანი შეერთებული შტატების და ისრაელისაც არის ის რომ თავიდან აეცილებინათ ირანიდან მომდინარე საფრთხე მეტი არაფერი ერთი მხრივ ახლა მეორე მხრივ თქვენ რა თქმა უნდა დამისვავთ კითხვას რომ აბა ნავთობი ხო, ეს შინმას გავს ეს ატომური პროგრამები და რატო ძალიან ბევრი ქვეყანა არის დღეს სოფლიოში სხვადასხვა კონფესიებით ასე ვთქვათ. რომელსაც აქვს ატომური იარაღი და ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს არც ისრაელისთვის და შეიძლება ჩამოთვალოთ. რა თქმა უნდა,
რუსეთი, პაკისტანი, ჩრდილოეთ კორეა, კი ბატონო, ჩინეთი. ხო, ეს ატომური ქვეყნებია სულ ყველა. იაპონია. არა. ხო, იაპონია არ შეუშვეს მაგათესი, მაგრამ საქმე რაშია ახლა? ატომური ენერგია ბევრად შეიძლება იქნას გამოყენებული, ხო? მარტო მაინდა-მაინც ბომბისთვის ხო არა? 80%-იანი და 80%-ის ზემოთ. გასაგებია. ეხლა მე მინდა ერთი პარალელი გავავლო ერაყთან ურთიერთობაში, ამერიკისა და ერაყის ურთიერთობაში. ბილ კლინტონმა ერაყს რო დაარტყა ძალიან სერიოზულად. სადამ ჰუსეინი შეეწირა თარგმნებს და ამერიკა მსოფლიოს და ამერიკაც და ისრაელიც ეუბნებოდნენ, რომ იქ საწარმოებდა ქიმიურ იარაღს. აღმოჩნდა ბოლოს ბოდიში მოიხადეს. რომ ძალიან დიდი ბოდიშიო ერაყსო, არ ქონიაო ეს ამბავიო და ჩვენ ეს შეგვეშალა მოგვიდაო. რა გარანტია გვაქვს ჩვენ იმისი, რომ გავა 1-10 წელიწადი და ძალიან დიდ ბოდიშს არ მოიხდიან ისე ვინმე თურმე არაფერი ბომბი არ კეთდება იქო. აი ეს მომენტიც გასათვალისწინებელია. რა თქმა უნდა. და რამდენი წინა აზიის რამდენი ქვეყნები შეიწია ამერიკის კუნთების თამაშმა ბოლო 30 წელიწადში, აბა მოდი გადავავლოთ თვალი. აბსოლუტურად მიწასთან გაასწორეს ეგვიპტე, მიწასთან გაასწორეს ლიბია, მიწასთან გაასწორეს სირია. მე უფრო ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა იარაღების და იმის და ტერორიზმი ისიც დამტკიცდა ფაქტიურად, რომ ბინ ლადენის კი ამერიკული პროექტი იყო და ამ ბინ ლადენის თავიდან იყო ამერიკული კეთება. და დღეს ძალიან ისეთი სკეპტიკური ჩანაწერები ვრცელდება ჟურნალისტების და სერიოზული ჟურნალისტების, რომ 11 სექტემბრის ამბავიც ამერიკის twin-ში იხარშებოდა. ასეთი ვერსიებიც არსებობს. ასე რომ ცოტა ეჭვს იწვევს ის ამბავი, რომ მაინდა-მაინც ბომბის ატომური ბომბის გამო დაიწყო ეს ამბავი. მე უფრო ვფიქრობ, რომ აქ როდესაც ერთი ქვეყანა ფლობს ნავთობის 1/6-ს მთელი მსოფლიოს პასრის და ამარაგებს 1/6 მთლიანად ეს ირანის ნავთობზეა ლაპარაკი, ეს უკვე იყოს ამას სინათლისმენდი მე და დაახლოებით 1/6 ირანიდან გადიოდა თუ ხორმუზის სრუტიდან გადიოდა აი ამ კონფლიქტამდე 20%-მდე მსოფლიო ნავთობის 20%-მდე და იქ 20%-ში შედის არაბული ქვეყნები და ირანიც ერთად. ისე რომ 1/6 ბევრია. ეს ამას წინათ აღარ მახსოვს მე წყარო, მაგრამ საკმაოდ სანდო წყაროს ვკითხულობდი სოციალურ ქსელში. მე მინდა დავუშვათ თავარი არის მეხუთედი იყოს დავუშვათ. ხო. რაშია საქმე? ხო გახსენეთ. საქმე ის არის, რომ როცა რაღაცა მოვლენა არის დიდი მასშტაბის და ზოგადად ახლა ამას ინგლისურ ენაზე ეძახიან, რომ big picture დიდი სურათის big picture theory და დიდი სურათის თეორია რა. დიდი სურათთან ახლოს რომ მიხვიდე ან კედელზე გაკრულ დიდ ხალიჩასთან იქ რაღაცა ორნამენტს დაინახავ და მთლიანად ხალიჩას ვერ დაინახავ. შორიდან და და ამიტომ შორიდან უნდა შეხედო და ნუ ეხლა წელარმედაც დავიწყე სურათი ანუ მე მხოლოდ მაგის თქვა კი არ მინდოდა ის თქვა მოღწარი. ეს მხოლოდ ნაწილი იყო.
საქმე რა არის ახლა? მოდი ახლა სხვა რაკურსიდან კი არ შევხედოთ, იგივე რაკურსიდან შევხედოთ, ოღონდ ცოტა შორს გავიწიოთ და ისე შევხედოთ. ახლა ამბობენ რომ ნავთობი აინტერესებს შეერთებულ შტატებს. რა თქმა უნდა, მაგრამ ის ნაწილია ბიზნესის. მეორე საკითხი, იარაღი, თქვათ, და საფრთხეები ირანისგან მომდინარე. რა თქმა უნდა, მიზეზია, მაგრამ მხოლოდ ნაწილია. და სინამდვილეში და მთლიანობაში როგორ არის? მთლიანობაში ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, და მე ვიცი რომ სხვა მოსაზრებებიც არის და შემიძლია ისინიც მოგიყვეთ რა მოსაზრებებიც არის. სინამდვილეში დიდი სურათი არის ასეთი. დღეს სახელმწიფო სხვადასხვა თვალსაზრისით არის ან ერთი, ან ორი. და ნახევრად სახელმწიფო კიდე მესამე. ხო, ეს მხოლოდ ერთი არისო, აცხადებენ რომ ეს ისევ შეერთებული შტატებია და არ თვლიან ჩინეთს. სხვები ამბობენ რომ არის შეერთებული შტატები და ჩინეთი ორი სრულფასოვანი სახელმწიფო. და მესამენი ამბობენ რომ ეკონომიკურად ცხადია ვერა, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით რუსეთიც შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოდ. ახლა ნახოთ როგორ არის საქმე. შეერთებული შტატები ჩემი აზრით შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა რომ ის არის სახელმწიფო პირველ რიგში სამხედრო ძლიერებით არა იმდენად ეკონომიკური, რამდენადაც ფინანსური თვალსაზრისითაც ჯერჯერობით. რაც შეეხება თუ ცოტა სხვანაირად შევხედავთ არის ასეთი კარგად მოგეხსენებათ რომ ესეთი მოკავშირეები არიან რუსეთი, ირანი და ჩინეთი. ეს სამი მათ შორის ერთი სახელმწიფო, მეორეც სახელმწიფო შეიძლება ჩავთვალოთ იარაღის თვალსაზრისით, აღმოჩნდა რომ იარაღის თვალსაზრისით საკმაოდ ესე იგი ძალიან სერიოზული სახელმწიფო, ასე ირანიც. ხო და ახლა ამათი ერთობლიობა, ამ სამივეს ერთობლიობა თუ ისინი სამივე ესე რომ ვთქვათ ფორმაში არიან, ეს უკვე ძალიან სერიოზული ძალაა. და ეს სერიოზული ძალა სხვადასხვა სადაზერვო მონაცემებით სულ რამდენიმე თვეში კიდევ უფრო სერიოზული ძალა გახდებოდა. რატომ? იმიტომ რომ მაგალითად ეხლა ამორმა რა გვიჩვენა რომ ეს ჯერჯერობით არ ჩანს, ვარაუდობდნენ, ყოველ შემთხვევაში ხმამაღლა ასე ლაპარაკობდნენ, რომ ჩინეთმა რა არის, ირანმა ბირთვული იარაღი ან უკვე დაამზადა და რამდენიმე ქობინი აქვს. ან და ეხლა უკვე რაღაცა ერთ თვეში, ორ თვეში გააკეთებს უკვე ამ ქობინებს. იქ ლაპარაკი იყო, რომ გამდიდრებული ურანი უკვე აქვს, ვთქვათ, 10 ბომბის რო ეყოფა იმდენი. ამიტომ ეს გადაწყვეტი მომენტი იყო, თუ ეს ინფორმაცია სწორია. და პლუს ესე იგი რუსეთი, ეხლა რუსეთს რა აქვს და როგორ აქვს, უკრაინის ომმა ყველაფერი გამოაჩინა, იქ რუსეთს არაფერი არ დარჩა გამოსაყენებელი. სახმელეთო და საჰაერო ერთადერთი თქვათ ის რაღაცა წყალქვეშა უზარმაზარი ტორპედო რო აქვს უკრაინა სხვა ოკეანის პირას არ არის და იმას ვერ გამოიყენებდა თორე ხმელეთსა და ჰაერიდან რა ის გამოიყენება შეიძლება ყველაფერი გამოიყენება. მაგრამ ახლა შევხედოთ ამას ეკონომიკური თვალსაზრისით. ეკონომიკური თვალსაზრისით აი მე წავთქვი რომ უნდა განვასხვაოთ ფინანსური და ეკონომიკური უფრო ფართეგაგებით. ეკონომიკური თვალსაზრისით ჰეგემონიას და თქვათ პრიორიტეტს ინარჩუნებს შეერთებული შტატები, მაგრამ იმის გამო რომ მან თვითონ დაუთმო შეერთებულმა შტატებმა ისევე როგორც დასავლეთ ევროპამ ჩინეთს და თვითონ მიაწოდა თავისი ქარხნები გადაიტანა ამ ჩინეთში, ჩინეთმა უფასოდ და არათუ უფასოდ, არამედ 100 მილიარდიანი ინვესტიციებით მიიღო ევროპული ტექნოლოგიებით, ამერიკულ ზამზარეულად კაპიკის დაუხარჯვა პირიქით ფულს უზარმაზარი ინვესტიციები ჩადეს ამ ჩინეთში, ამ ჩინეთთან ზამზარეულად ყველაფერი მიიღო და ყველაფერი ამის ბაზაზე, რა თქმა უნდა, დაჩქარებული ტემპებით დაიწყო და განავითარა თავისი ტექნოლოგიები, მათ შორის სამხედრო და ასე შემდეგ.
ეხლა დღე ის რომ აი თქვათ ეხლა როცა ტრამპმა დაიწყო ლაპარაკი გრენლანდია, ჯერ იქამდე იყო ლაპარაკი თქვათ ეს სამხრეთ ამერიკის ქვეყნები და სრუტეები და ასე შემდეგ, ხო და იქით კანადას, იქით მექსიკას, იქით სხვა ესე იგი ხო და ნუ რა ჭირს კაცო ამ ტრამპს ყველაფერს ედება, ბიჭო, ყველაფერს კი არ ედება. ტრამპი სხვა მისი წინამორბედებისგან ამერიკელი პრეზიდენტებისაგან განსხვავდება იმით, რომ ის ძალიან მასშტაბურად აზროვნებს და ეს არ ესმით. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ესე იგი ყველა ის სრუტეები, ყველა ეს საკვანძო ადგილები უკვე აღებული ქონდა ჩინეთს. უკვე ქონდა აღებული. და მაგრამ რა ხო და იმის ბაზაზე რომ უკვე ქონდა აღებული, ხო ის იქ გამყარდებოდა, თქვათ იქ კიდევ რაღაცა ცოტა იყო საჭირო და მე იქიდან შენ იმას ვეღარ გავდევნიდი. ესე იგი გინდა თუ არ გინდა ამავე დროს ესე იგი მზადდებოდა მესამე ესე იგი ევროკავშირი ხო გვაქვს არა ამერიკის გარშემო თქვათ ალიანსი პროამერიკული ქვეყნების და აი ეს მესამე დაჯგუფება რა ჩამოთვალე რუსეთი, ჩინეთი და ირანი და ეს უკვე აყარებებდა თავის ეკონომიკურ და მომავალის ვარაუდით, ესე იგი სამხედრო დაჯგუფებასაც ეს რომელსაც ჩვენ BRICS ვეძახით, ხო? ეს BRICS-ი თუ თავის მიზნებს მიაღწევდა და მისი მიზანი იყო მთავარი ის, რომ ესე იგი BRICS ქონოდა თავისი საერთაშორისო ვალუტა და დოლარზე ეთქვა უარი, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკა მეორე ადგილზე კი ჩამოვარდებოდა მესამე მეოთხე ადგილზე, იმიტომ რომ მრეწველობა მაგ უკვე დაკარგა თავისივე ინიციატივით, არავის არ წაუთმევია, თვითონ აჭოქა ჩინეთს. ესე იგი და ამერიკა ხო და ამერიკა იყო ბოლო საყრდენი ქრისტიანული ცივილიზაციის და ევროპული ცივილიზაციის. აი კიდე საკითხავია. არა, როგორ არის ქრისტიანული ის, იმიტომ რომ ძირითადად ამერიკაში ევანგელისტური მე ხო არ მithქოს მართლმადიდებლობა, მე გეუბნები ქრისტეს და ჯვრის თაყვანისცემს. ხო და ამიტომ ესე იგი ნახეთ რა ხდება. აი ახლა ცოტა ხნის წინ ის რა ქვია ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა შეიტანა პარლამენტში კანონი, რომ ესე იგი მუჰამედის გმობა და ყურანის გმობა და ისჯება სისხლის ამართლის კანონმდებლობით. მაგრამ მე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შეიძლება თქვენ იცოდეთ, ან ვინმე მიცოდეს და შეგვეხმიანეთ. იგივე ესპანეთში ქრისტიანობის გმობა ისჯება, საჯარო გმობა არ ითვლება ის სიტყვის თავისუფლებად? მე მგონია, რომ ნამდვილად არ ისჯება. ისევე როგორც მთელ დანარჩენ ევროპაში. ალბათ ისჯება. არა, არ ისჯება. ხო და ამიტომ ესე იგი ჩვენ ამ დროს როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ამერიკა ასე იქცეოდა და დღესაც ვთქვათ ასე იქცევა, ან ისე იქცევა, მე მკვეთრად განვასხვავებ ერთმანეთისაგან ამერიკას და ტრამპის ადმინისტრაციას. იმიტომ რომ ტრამპის ადმინისტრაცია არის სრულიად განსაკუთრებული მოვლენა, მაგასთან ტრამპი არ იყო პოლიტიკოსი, ის იყო წარმატებული ბიზნესმენი, შოუმენი, ასე შემდეგ. ხო და მას არაფერი არ ჯიდა, რომ პოლიტიკაში მოსულიყო რაღაცა პირადი მიზნებით. ის ბევრად ფულს იშოვიდა იმ საქმიანობით, რასაც ის შოულობდა იქამდე. ტრამპი მოვიდა ერთადერთი მიზნით, რომ გადაერჩინა თავისი სამშობლო და თავის დიდ სამშობლოთ, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ის თulis ქრისტიანულ ცივილიზაციას. იმას კი არ ვამბობ, რომ მუხლის თავებია გადატყავებული იმაში, რა ქვია, ეკლესიებში მეტანიების კეთებით. ამას არ გულისხმობ, მაგრამ ცივილიზაციურად ის არის ქრისტიანი ცივილიზაციური. ხო და ყოველ შემთხვევაში განასხვავებს თავს. მისი ცივილიზაცია ქრისტიანული ცივილიზაცია, იქ არის თქვა რაღაცა ჩინური ცივილიზაცია, არის მაჰმადიანური ცივილიზაცია და ასე შემდეგ. თავარი ის არის, რომ ჩვენ რაღაცა ქრისტიანულ ცივილიზაციას სასიცოცხლოდ დარჩენილი ქონდა, ისევე როგორც შეერთებულ შტატებს და დასავლეთ ევროპას და შემდეგ, რამდენიმე ვთქვათ 1 ათეული წელიწადი ან 2 ათეული წელიწადი მაქსიმუმ.
მაქსიმუმ 2000 წელიწადი. ის შემდეგაც დასავლეთ ევროპას უკვე ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია უწოდოთ, რომ ეს არის მაჰმადიანური ქვეყნა. საფრანგეთი, ესპანეთი, ბრიტანეთი და მარტივ ახლა ექსპერტების ბევრი ექსპერტის თვალსაზრისით საქართველოს ჯერ ხო, მალე მიდის მიისწრაფის. ნუ გერმანიას ამბობენ, რომ ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ გადარჩეს. ხო და აი ესეთი ისდგებოდა, ესეთი გადამწყვეტი მომენტი იდგა უკვე. და ეხლა როგორ შეიძლება, ესე იგი პრაქტიკულად რომ შეხედო პოტენციის თვალსაზრისით, ფაქტურად გამოდის, რომ ისრაელი ეხლა ისრაელს თავისი ქრისტიანობის გადასარჩენა. ნუ ჯერ ერთი მოდი ახლა შევხედოთ, რომ ქრისტიანული და ისრაელის ისა ცივილიზაციურად ისრაელი ცივილიზაციურად უფრო ახლოს არის ქრისტიანულთან ბოლოს და ბოლოს საწყვი ხა მაცხოვარის და ყველა მოცათეთ ებრაელი იყო ბოლო ხო და ქრისტეს სიცოცხლეში ქრისტიანული რელიგია არ არსებობდა და ჩვენი მაცხოვარი ებრაელების ტაძარში ასწავლიდა მოსწავლეებს და მოქალაქეებს და პასტორის ფარისეულებს ხო იქ მაშინ ესე იგი ვაჭრები რომ გამოყარა ტაძრიდან რომ მამაჩია მის შინაშიო რაფია სახშიო ყაჩაღები ვითროს ხეთხარ და ხალხს რო ყოფავთო ის რა ტაძარი იყო ვისი ტაძარი იყო ეს იყო პირველი ხო ნუ ებრაელების ტაძარი ებრაელების რაბინების ეგეთი მაგრამ მეორე საკითხი არის ეგეთი ცნება რასაც ქვია თემატური მოკავშირეობა ისრაელი ზოგადად ებრაელობა ჩვენ ალბათ უნდა დავყოთ ორ ნაწილად ეს არის ისრაელის მოქალაქეები რომელთა მიზანი არის თავისი ქვეყნის შენარჩუნება თავის ტერიტორია და თავისი ქვეყნის წარმატება ეკონომიკურ პოლიტიკურ და თავისი ისრაელის კონკრეტულად ისრაელის სახელმწიფოს და არის სხვა ებრაელები რომლებიც მაგალითად წინააღმდეგი არიან ისრაელის არსებობისა და მიაჩნიათ რომ მათ შეუძლიათ რომ სოფლიო მართონ და რასაჭიროა ეს პატარა ისრაელი რომელიც მუდმივად ომობს თავის გადასარჩენად. ხო, გაანებეთ თავი ამ ისრაელს და ვიყოთ სოფლიოში მოდებული და მართოთ სოფლიო ეგეთი ასე უყურებენ სოფლიო. ხო და ნუ თქვათ მე ვარ მართალი, მაგრამ შეიძლება არა ვარ მართალი, ხო? მაგრამ მე სხვისას ხარულა ვარაკებ, ჩემს მოგახსენებ. ხო და აი ამ კაცს რომელიც ახლა უსურათ რო ეძახიან ალფა სამეც ჩემი აზრით ტრამპი ეგეთია ესეთია რა ამაკაცური ძლიერების ის აქვს თვით პრეტენზია და თვით იდენტი ასე გძნობს თავს ხო და მაგრამ გადაწყვიტა რომ როგორ კაცო ეგრე არ არის რა რომ ამერიკა უნდა დამარცხდეს რომ თეთრი რასა უნდა დამარცხდეს, რომ ევროპული ცივილიზაცია უნდა დამარცხდეს. თქვენი საუბრიდან გამოდის ისა თითქოს ამერიკა არა, ტრამპი. ხო, ტრამპმა ჩათვალა რომ იღუპება ამერიკა და სასწრაფოდ უნდა მას შველა და მისი ქმედება ესე გამოდის, საექიმო თვალსაზრისით შევხედოთ აგონიური მდგომარეობა ამერიკის ესე იგი. აგონიაშია ამერიკა აგონიაშია და აგონიაში მყოფი პაციენტისგან ერთი წლის წინ იყო აგონიაში მყოფი პაციენტისგან სიკეთე არ უნდა ელოდოს სოფლიო ერთი ტრამპის მოსვლამდე აგონიაში ეხლა ესაც მე მგონი რაც ხდება ესაც აგონიაში მყოფი ადამიანის მოქმედებს გავს ეს. აბა მე სხვა ნაბიჯებს გეტყვით რა. მე შეაფას მე დაგიშვებ. ობამა ირანის წინააღმდეგ რაღაცა სანქციები მოუხსნა. და 2 თუ 3 თვითმფრინავი $10 დატვირთული გაუგზავნა ირანს. მუსლიმი იყო ის. მუსლიმი იყო. ხო, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტი ხო იყო. აბა შევაფასოთ ეხლა. ამერიკისთვის ეს კატასტროფა იყო საერთოდ. კატასტროფა. ობამა. ეხლა ბაიდენი
თანდათან ბაიდენს ჩნდება საბუთები, რომ ისა რა ქვია, საერთოდ აი დებატები რო ჰქონდათ და რომ დაამთავრეს ჯილი ქვია მის მეუღლეს, ჯილი მივიდა, გადაეხვია და ოჩახო რა კაი ბიჭი ხარ, რომ შენ შეძელი ყველა კითხვაზე პასუხის გაცემაო. კარგი პასუხი იყო, ცუდი პასუხი იყო, მაგას ეგა საინტერესო. ხო, ნუ ობამა იყო საბჭოთა კავშირის დროს ჩენეკო იყო, ესეთი ჩენეკოს არ დაცალდა. გონებას ისიცომს გააჩაღებდა. გონებას სუსტობა ჭირდა. პასუხს არ აგებდა რაღაცაზე რო უჩივდეს სასამართლოში ჰქონდათ საქმე და პროკურორმა შეაჩერა საქმე, იმიტომ რომ დემენცია ჰქონდა ხა ვერასწავლებს ადამიანია და რასაჩელი უნდა ხოდა დემენცია ჰქონდა და ვინ მართავდა თეთრ სახლს ისევ ობამა მართავდა რომელიც ქერს უგზავნიდა თვითმფრინავებით ირანს და რისთვის უგზავნიდა საქმეც მაგაშია, როდესაც ბრეჟნევი რო დაბერდა. ხო. აღდგნენ და დაშალეს საბჭოთა კავშირი. მოგემოთ. ასევე იყო ობამა კი არა, რო დაბერდა ბაიდენი. დიახ. გამზადებული იყო ამერიკა დასაშლელად და უნდა დაშლილიყო. დიახ. კი ბატონო, ეხლა მოდი ესე ვთქვათ. გამზადებული იყო, უნდა დაშლილიყო. მოდი ეპშტაინსაც შევეხოთ რა, იმიტომ რომ არ გამოვტოვოთ. ხო და ხო არის ლაპარაკი, ეხლა მე ხო სოციალურ ქსელებს ვაკვირდები და ფაილებში ტრამპის ჩანს მე მგონი, ხო? ხო და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ეძახიან ეპშტეინის ფაილების იმას, რა ქვია, ადმინისტრაციას. ეხლა ნახოთ, ეს ეპშტეინი ბევრად უფრო ადრე იყო დაჭერილი და ბევრად უფრო ადრე მოხდა მისი მკვლელობა თუ თვითმკვლელობა ციხეში. ყველა საბუთები რაც დღეს არის, მაშინაც იყო ბაიდენის დროს, როცა ბაიდენი პრეზიდენტი იყო და ეს ქალი რა ერქვა კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტი იყო. რომლებაც იცოდნენ რომ მათი მოწინააღმდეგე იქნებოდა ტრამპი და მასთან ექნებოდა სამხედრო საოცრო ბრძოლა და მათ ხელში იყო ყველა საკუთრები. რატო არ გამოაქვეყნეს? არაფერი არ ჰქონდათ გამოსაქვეყნებელი და იმიტომ. აბარაქნეს ახლა შექმნეს. ეს არა კაცო, ეს საკუთრები იყო ყველაფერი. მაგრამ იქ არაფერი არ იყო ტრამპის შესახებ. ეხლა ეს ყველაფერი ვინ გამოაქვეყნა? ტრამპის ერთ-ერთმა უსაყვარლესმა მინისტრმა ხო, უბრალოდ იუსტიციის მინისტრმა, რომელიც პრაქტიკულად გენპროკურორიც არის ჩვენი გაგებით, ხო და ცხადია რომ ეს ყველაფერი 100 ჯერ იყო, ისე იგი 100 ჯერ გადახედეს და გადმოხედეს და იქ არაფერი არ იყო ტრამპის შესახებ და იმიტომ გამოაქვეყნეს. ტრამპის შესახებ ეხლა იქ რა არის, სურათები რა არის? სურათზე ჩანს ტრამპი, თქვათ ეპშტეინიც, ან ეს იმხაზე გვერდით ან ობამა, ან კლინტონი რაღაც. ეს კაცი, ეს ეპშტეინი მილიარდერი იყო და მეზობლად ჰქონდა თავისი ისო კარმიდამო და ყოფილა რომ ესე იგი ვაშინგტონში თქვათ ესეც იყო წასასვლელი და ტრამპიც იყო და ეს ეპშტეინიც და შეიძლება ერთი თვითმფრინავით წასულიყო. კუნძულზე ის არასოდეს არ ყოფილა და ამისი არავითარი საბუთი არ არსებობს და პირველი ვინც ესე იგი ასე ვთქვათ ჩაუშვა წყალებში ტრამპი იყო. საგამოძიებო ორგანოებს მიაწოდა ინფორმაცია ეპშტეინის შესახებ, რომ ცუდად იქცევაო ჩემი სახლიდანო გოგოს თავისკენ გადაბირებას მამაშვილი ეს გოგო და მამამისი ერთად მუშაობდა, მამამისმა მიიყვანა რა, მოხუც კაცი მუშაობდა და ეს გოგოც მიიყვანა იქ და იქ ის ეპშტეინს მოეწონა და ასე ვთქვათ აბავდა და ეს რომ დაინახა ტრამპმა გააძევა, გააგდო სახლიდან და აუკრძალა ის სახში მოსვლამეულად. არაფერი არ არის ტრამპის შესახებ, რამე რო ყოფილიყო ტრამპის შესახებ, დემოკრატიულ პარტიას დიდი ხნის, აი როგორც კი გამოჩნდებოდა, მაშინაც ამოწყებული ექნებოდა ასე იგი რაიმე პროცესი, ან სასამართლო პროცესი, ან იმპიჩმენტის პროცესი, რაღაცა ექნებოდა ამოწყებული. არაფერი მაგის გავსი არ არის. არაფერი რეალური იქ ტრამპის შესახებ არ არის. არის რა თქმა უნდა, ეხლა მოგესალმება რომ ხელოვნური ინტელექტი სერიოზული ის გახდა, ერთი მხრივ იარაღი და მეორე მხრივ ძალიან ცუდი იარაღი, იმიტომ რომ ისეთ ვიდეოებს იღებს თვითონ ეს ისა, რომ ძალიან ძნელია ის რეალურისგან გაარჩიო, თუმცა ეხლა სპეციალისტებს მათი გარჩევა არ უჭირთ და არც მე არ მიჭირს.
აი მაგალითად ეხლა რო არის ნეთანიაჰუს შესახებ ეს გავრცელებული, ან თქვათ ეხლა აჩვენებენ ვიდეოებსაც, ფოტოებსაც, რაღაცეებს, რომ იქ რაღაცეები ესე იგი საშინელება ხდება, ომის საშინელებები რაღაცეები და ესე იგი ამ რა ქვია ირანმა ნახევარსოფლიოს გადაუარა თურმე, ну ტყუილი არ არის ეს იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს და აკეთებენ ამ fake ვიდეოებს. ესე იგი ხელოვნური ინტელექტი რაც შემოვიდა ბატონო სავსო გამოდის fake პროპაგანდა ძალიან გაადვილდა. არა, გასაგებია fake პროპაგანდა გაადვილდა და ასე გამოდის რომ საინფორმაციო საშუალებებს უნდა საერთოდ უნდა დაანებოს ხალხმა თავი და საერთოდ უნდა უყუროს. ორგისა ეხლა მე როგორც ესე იგი ბედელი ჟურნალისტი მე ამათი გარჩევა არ მიჭირს. ერთი შეხედვით ვცნობ. ამ წუთას თქვით რომ ძალიან ძნელი გასარჩევიაო და იმათვის ვინც გაცნობიერებული არ არის. ხო, მაგრამ აი თქვენ გასაგებია, მაგრამ მოსახლეობა უყურებს ამას და რანაირად უნდა ვქნათ ის რომ მოსახლეობამდე მივიდეს სწორი ინფორმაცია. მაგრამ მე ორი სიტყვით თუ გინდა დაინიშნეთ 60 წელიწადებას ვიტყვი და ძალიან დაწყებულ დავამთავრებ და მაგაზე გადმოვიდე. ხო და იმისათვის რომ აი ეს ნახეთ ლოგიკა როგორ იყო რომ ამერიკა უკვე წააგო მრეწველობაში ის თავის მოსახლეობასაც მრეწველობის საგნებით ვერ აკმაყოფილებს მაგრამ სქემა ისე არის აგებული რომ სოფლიო ფული ჯერჯერობით და არის დოლარი ამიტომ თერმ სოფლიო ოპერაციებს ისევ და ისევ ამერიკისთვის მოაქვს კიდევ დოლარები და ის ფინანსურად ინარჩუნებს თავის სიმძლავრეს და ჯერჯერობით მოსდგავს ძველი სამხედრო ძლიერებას და თავისი პრეზიდენტობის პერიოდში ტრამპმა მოასწრო და გააძლიერა კიდევ სამხედრო თვალსაზრისით ბევრი ფული ჩადა. ხო და ამ დროს ეს ძლიერდება და შენ თუ ეს ყველაფერი ასე მიუშვი ეს მეორე მხარე ძლიერდება, მაგრამ იმის გამო რომ შენ მრეწველობა პრაქტიკულად ჩინეთში გადაიტანე და აღარ აქვს. China არ აქვს ისინი ფოლად თუსადნობი აღარ აქვს დიდ გემს ვერ აკეთებ ნუ სადაც ბევრი ფოლადი და ალუმინია საჭირო არ აქვს რა და ჩინეთი მოგცემს ახლა იმისათვის რომ შენ ისინი ავიამზიდები გააკეთო აღარ მოგცემს ხო და ამიტომ რა იყო საჭირო ეს უნდა დაეჭირა ეს მომენტი და იმისთვის აღარ მიეცა გაძლიერების საშუალება და თავისთვის მიეცა საშუალება ამიტომ პირველ რიგში ესე იგი ესა რა ქვია ვენესუელასთან რაც გააკეთა მოგეხსენებათ და ვენესუელის სიმძლავრე რაც იყო ესე იგი ეს ნავთობი ხელში ჩაიგდო ბაიდენს და იმას რაც ხონდა წინა დემოკრატებს ეხა 50 სრუტი ჩაგდა არა იქამდე ესე იგი ვენესუელა თავის საკუთარ ტერიტორიებზე ნავთობისა და გაზის მოპოვების გაფართოება აკრძალული იყო ამერიკაში და ეს აღადგინა ასევე კანადას ასერჩოდა კანადას ნავთობმოპოვებელია სერიოზული ხო და კანადისგან უნდა დამატებით მიღება ნავთობის და კანადამ არ მისცა რატო არ მისცა იმიტომ რომ ამერიკისა კანადის პრემიერ-მინისტრი სი ძინპინის მაგაცია და სოციალისტია სულით ხორცამდე და იქ არის იმის მოკავშირეა მეტი არაფერი პრეტენზია არ აქვს რომ მე რას კანადას არ ყავს ახლა კანადას რაღაცას უზამს აუცილებლად თუმცა ამას წინა თქვა რომ აუცილებლად კუბას დავეჯახებიო ახლა რასო კუბას ნუ ახლა როცა ისა ხონდა გავარჩიოთ როდი შახიდოს და კუბას რა დაჯახება უნდა კუბას ატომური იარაღია კუბასაც ნუ ეგ ზაპარია კუბას რო ატომური იარაღი კი არა ზეთკისერზე არის კუბა ნუ არა ჩემი აზრით არა აქვს და თუ გინდა დავნიშნოთ და ეხლა შემდეგ ამის შემდეგ მოდის ირანი და ჰორმუზი არა ამის შემდეგ არა იქამდე საქმეები მოაგვარა არაბულ ქვეყნებთან და გვერდზე დაიყენა და იმათი თავისი ნავთობი, თავის ფულით, ყველაფრით, ესე იგი ამერიკის მომხრეები გახადა. მერე მიადგა ირანს. ირანისგან რა უნდა? რა უნდა და ნავთობი უნდა, რა უნდა და რუსეთის დასუსტება უნდა, რა უნდა და ჩინეთის დასუსტება უნდა. იმიტომ რომ ჩინეთს ორი ძირითადი მომარაგებელი ყავს ნავთობით, ესე იგი ირანი და რუსეთი.
ეხლა რუსეთს აქვს სანქციები დაწესებული და რუსეთი თუ მიყიდის იმას. რუსეთს მოუხსნა თვითონ ეხლა მოუხსნა, იმიტომ რომ ამ ბაზარი გააძვირა და დროებით და რაღაც გარკვეულ რაოდენობაზე მოუხსნა. თლიანად კი არ მოუხსნა. ის რაღაც რაოდენობა რო იყიდის ჩინეთი დამთავრდება ის მოხსნა. და ამითი პრაქტიკულად ესე იგი ჰაერში აწეული და გაღიმებული დატოვა ბრიქსი. და ჯერჯერობით არავითარი ის აღარ არის, რომ ეხლა იქ ბრიქსი ვალუტას შემოიღებს და რაღაცად გამოჩნდება მსოფლიო არენას. ისე რომ ბევრი სერიოზული ნაბიჯი გადადგა ამერიკის საკეთილდღეოდ და აი იმ სამეულის, აი რაღაც ასე შემდეგ ბრიქსისა და ამერიკის საკეთილდღეოდ, მაგრამ ამას ხალხი ეწირებათ, მშვიდობიან. ხალხი ყოველთვის ეწირება ომს, ახლა მათ რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, რომ ამერიკის მსხვერპლი ამ ომში არის იზომება ათეულობით. არც ირანში არის აიდამაის დიდი მსხვერპლი. ზოგადად ამ ხელა ომს რო შეეფერება ისეთი მსხვერპლი, იმიტომ რომ ძირითადად უტყავს სამხედრო ობიექტებს და იმას რა ქვია, აი ძალიან მისამართიანა და მაღალი სიზუსტით უტყავს ეს სამშვიდობო მოსახლეობას ეგ არ ეხება. აუცილებლად უნდა ვთქვათ იმ სკოლის შესახებ, სადაც 160-მდე გოგონა დაიღუპა. აუცილებლად ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქსირი ქვია, ახლა ქართულად რა ვიცი, ის არის იმ გუშაკთა კორპუსის შტაბი იყო იმ ეზოში და იქ სადაც ახლა სკოლა იყო, მანამდე იყო ყაზარმა, ქსირის ჯარისკაცების ყაზარმა. და შეეშალათ. არ შეეშალათ. ან შეიძლება შეეშალათ, ან შეიძლება არ შეეშალათ, მაგრამ ეს არის ერთი ეზოს შიგნით, აი წარმოვიდგინეთ, რომ ეს რაღაც არის ეზო, აქ არის შტაბი, აქ არის ყაზარმა, სადაც მანამდე ჯარისკაცები იყვნენ და ეხლა გოგოები იყვნენ. მაგრამ რამადანის დრო არის და რამადანის დროს, როცა არც ერთი სასწავლებელი არ მუშაობს, რაღა მაშინ იყვნენ ის ბავშვები იქ, აი რა უნდათ რამადანის დროს ქსირის შტაბის გვერდით ბავშვებს, რატო? რამადანის დროს სწავლა არ არის? არ არის, რა თქმა უნდა, დღესასწაული. მოკლედ ჩინეთი ამითი დაზარავდა, იმიტომ რომ მას საწვავი გაუზარდა, გაეზარდა საწვავის ფასი. რუსეთი ცოტას ისარგებლებს, იმიტომ რომ გაიზარდა ფასი და თანაც უფლება მიიღო ტრამპისგან, რომ გაყიდოს, ჩინეთს მიყიდოს, სხვას არავის. ინდოეთიც ასევე თავისკენ გადაიყვანა. ასევე ტრამპთან მეგობრობს ეს რა ქვია პაკისტანის ხელისუფლებას თავისი ატომური ბომბებით და ასე შემდეგ. ხო და ისე რომ არიანში დღეს ახლა ამ ომში მართალია არ მონაწილეობენ, ან თუ მონაწილეობენ მხოლოდ სიმბოლურად ევროპა და არაბული ქვეყნები, მაგრამ ახლა ზოგს და ბევრი ფიქრობს, რომ ახლა ტრამპს გაუჭირდა და იმიტომ სწავს იმად დახმარებას. კი არ გაუჭირდა, სულ ამას აკეთებს ტრამპი, ის იძახის რომ მოკავშირე რო ხარ და მე შენ სულ რო გეხმარებოდი, მე გულისხმობ ამერიკას, ხო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. სულ თქვენ გიცავდით აბსოლუტურად უფასო, თქვენც რამეში ხო უნდა მომეხმაროთ. თუ თქვენ სულ გაზზე უნდა იყოთ და მარტო მე უნდა მოგეხმაროთ. ხო და მოკლედ ის სიტუაცია, რითი შეიძლება ეს ყველაფერი ახლა დამთავრდეს. რა თქმა უნდა, თუ ტრამპმა ესეთი შეცდომა დაუშვა, რომ სახმელეთო ოპერაცია წამოიწყო, მაშინ მას შეიძლება დაემართოს მეორე ვიეტნამი. შეიძლება. და თუ გინდა მესამე ავღანეთი. კი ბატონო. მაგრამ ნუ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სახმელეთო ომში ის ჩაებას. თუ თავში ჭკუა მართლა აქვს და მე მგონი რომ არ აკლია. მაგრამ რითი დამთავრდება ახლა ეს? ხა რა თქმა უნდა, თვითონ ირანელი მოლები ამას გააფორმებენ, რომ ისეთ გამარჯვებას, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, იმიტომ რომ არ შემოვიდა სახმელეთო ძალებით. კი ბატონო, მაგრამ ამასობაში ირანს აი ხარ რომ დაამთავრეს ეს ომი, აღარ ექნება ფლოტი, საერთოდ არის ნულია ფლოტი. არ აქვს ჰაერსაწინააღმდეგო ძალები, ნულზეა. არ აქვს არავითარი რადარები და ესეთები. აღარ აქვს ქარხნები, რომელიც იარაღს აწარმოებს, ნებისმიერი არ აქვს. გარდა იმისა, რომელიც მთებში აქვს მიწის ქვეშ. იმის გარდა, ნუ ეხლა თაში რამდენი გიქნება, ხო? კლდეების შიგნით.
ხო და ისე რომ ირანი ვეღარ ჩაითვლება პირველი დონის სახელმწიფო არც არასოდეს იყო ვერც მეორე და ვერც მესამე დონეზე ვერ ჩაითვლა. კი ბატონო, მაგრამ საკმაოდ თავისი საკმაოდ სიტყვა ეთქმოდა. ხო, ეთქმოდა, მაგრამ დღეს ვეღარ ითქვის, თუ რამე სიტყვის სიტყვებად დარჩება და მეტი არაფერი. იმიტომ რომ მისი როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო ძლიერება არის დასამარებული. ნუ სხვა როგორ განვითარდება, ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში ჩინეთმაც უკვე იმხელა დათქმა, ჩინეთმა კიდევ რა დათქმა მიიღო და რუსეთმა. აი რომ მზადდებოდა ეს ყველაფერი, ხო გამუდმებით ესე იგი სამხედრო ხიდი იყო გამართული ჩინეთსა და ირანს შორის და რუსეთსა და ირანს შორის და ახლა რა ჩამოჰქონდათ სავარაუდოდ საერთაშორისო სისტემები ჩამოჰქონდათ. უშველად რამე იმუშავა ან ჩინურმა, ან ამერიკულმა, ან იმ რაკეტა თავისი ოხრად ჰქონდათ. საერთაშორისო სისტემებზე ძირითადად ლაპარაკობ. რამე ჩამოაგდეს? ვერაფერი. არა. ხო და ამითი გამოჩნდა რომ შეერაღების თვალსაზრისით ახლა რამხელაპი არის იყო გამართული რომ ჩინეთს ესე იგი ამ დონის სისტემები აქვს ისე აღმოჩნდა რომ არაფერიც არ აქვს. ირისი შედარება შეიძლება თქვა ამერიკას ვერ შეედაროს რაღაცა დონეზე ამერიკის შემდეგ მეორე, მესამე, მეოთხე არა, მეოთხე ადგილზეც არ არის, არასად არ არის, არაფერი არ აქვს. რა ესე იგი რა უხარისხოც იყო ეს ჩინური მრეწველობის ისინი საგნები ყოფა ცხოვრებაში აღმოჩნდა რომ სამხედროც არის ეს არის რა არაფრის მაგის რაც შეეხება მოდი შევეხოთ ახლა ჩვენ საქართველოს ამბავს აი ეს ომი რა გამოწახეს პოვებს საქართველოში მე ვფიქრობ თუ იქიდან დაიძრა დევნილთა ჯგუფები აუცილებლად მოაწყდებიან აქ დევნილების მიღებაზე ირანიდან უარს ამბობს აზერბაიჯანი. ჩვენ რა პოზიცია უნდა დავიკავოთ? ჩვენ ვინ აკითხავს ზაქარია მე რა თქვენ ვინ აკითხავს? ნუ საქართველოს რა ვიცი შეიძლება ეხლა შევარდნაძე იყო ის ახერხებდა ეთქვა რომ ჩვენი შედატოლვილები ყავს აფხაზეთიდან ჩრდილო ქართლიდან სამოჩაბროს ვეძახით შეცდომით. ესენი რომ ვერ ახერხებენ. ესენი რას მოახერხებენ არ ვიცი და ეგ ეხლა ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხი ამათ თუ ეხლა ამათაც კარი გაუღეს და დაუპლუართ და არ აღწოდნია რა. ხო და ეხლა გუშინ წინა დღეებში იყო დებატები ხო იქ იმედზე და პრემიერი ხდებოდა სხვადასხვა მე ჭალებში ჩავსვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ხო და ხა ლოგიკით დაჯავნა ყველა. ხო და რატომ? იმიტომ რომ გაგებაში არ არიან ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერები. არაფერი არ იციან ქვეყანაზე რა. ჯერ იმაზე ლაპარაკობდა ყველა რომ ესე იგი არაბიზაცია და მე დაუწყეს ფულის თვლა. აი ის ფული იქიდან, ეს ფული იქიდან, ეს ფული და მე პრემიუმმა უთხრა რა ქვია ბატონო ირაკლიმ რომ აჰა, აქამდე გაიძახოდით რომ ისაო, ხო არაბიზაციაო. და ახლა არაბიზაციაზე არც ერთ აღარ მოგიღებია. ახლა მithulით ფულებსო. და ფულებში კიდე თქვენ ვერ ერკვევითო და ჩამოუჩოთქა რომ აი ესე მართალი კი არ იყო და სწორი კი არ იყო ყველაფერში თქუოდა ხელისუფლება მაგრამ ამათ არ აქონდათ იმდენი ლოგიკა და იმდენი ცოდნა რომ საწინააღმდეგო დაესაბუთებინათ ხო და ამიტომ ესე იგი როცა ხელისუფლება თulis რომ მას ხალხი ნაწილი რაღაცა მხარს უჭერს და ოპოზიციურ პარტიები ასე სუსტები არიან როგორ გითხრა ძალიან ძიმე სურათია. ახლა ბატონ დემურ გიორგიელიძეს არავინ არ იწევს იმ დებატებზე. თქვენ არავინ არ გიწევთ და მე არავინ არ მიწევს და ესენი ვისაც იწევენ ეს იციან რომ მაგას დაამარცხებენ და იმიტომ იწევენ. ბატონო. და ჩვენ დავიღუპებით ახლა ირანიდან ტოლვილები თუ იქნება და მაგრამ იცი მე მგონია რომ თუ იქნება და აქამდეც უნდა ყოფილიყო. საქმე იმაშია რომ ცოცხალი ძალით არ შედის ამერიკა და არც ისრაელი არ შედის. ცოცხალი ძალით თუ შევიდნენ აუცილებლად გაჩნდებიან ტოლვილები. 10 მილიონიანი არის ისრაელი. 90 მილიონამდე არის ირანი. რა ცოცხალი ძალით უნდა შევიდეს ისრაელი? როგორ შეიძლება რომ შევიდეს? საქმე ზუსტად მაგაშია რომ ცოცხალი ძალით არ მიდის ეს ბრძოლები. აი მოდი დაუბრუნდეთ ისე ამერიკა, ისრაელი, ირანის აი ამ კონფლიქტს. ძალიან ვახსენეთ ჩვენ რომ ირანი ბრიქსის ქვეყნების ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა.
რუსეთთან ერთად. ბრიქსი რა თქმა უნდა ეს არის ეკონომიკური ერთობა ქვეყნების, მაგრამ თუ ისინი საერთო ეკონომიკურ კონცეფციას აღალიბებდნენ. ხო, აღალიბებდნენ. ბრიქსის შემავალი ქვეყნები, იქ მე მგონი ბრაზილიაც არის, ხო? ბრაზილია რა თქმა უნდა, რა. რატო არ ახორციელებენ დაუშვათ ქმედებებს ირანის დასაცავად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე თქვენ გისურვებთ კითხვას. ეშინიათ. ხო. ეშინიათ ახლა, გასაგებია რუსეთს თავის სატკივარი აქვს. რუსეთს არავის ნაკლებად არ ეშინია. ხო, თავის სატკივარი აქვს უკრაინაში და მას აქვს გასამართლებელი საკუთი, ასე ვთქვათ, მაგრამ ეს ჩინეთი, ბრაზილია და ეს ქვეყნები რატო არიან დაკუჩებულები. მე მახსენდება სალვადორ დალის ერთი სურათი. გეოპოლიტიკური ადამიანის დაბადება. იცით ალბათ ეს სურათი, ხო? ხო. კვერცხის ფორმაშია წარმოდგენილი დედამიწა და დიდი ქარცეცხლია ატეხილი, ეს სიასამრწყლური ნახატია მისი და კავკასიის გარშემოტრიალებს ეს დიდი ძირითადი ნებათაღელვები და ის ჰერმაფროდიტი ზუსტად კავკასიაზე აჩვენებს ხელით იმ ებრაელს რომელიც უკიდან აწვება მიდია მაგრამ იქ დედამიწის აი ამ ძირითადი სცენა სადაც ვითარდება იგივე მოშორებით არიან ადამიანები ესეთი სამკუთხედი ქუდებით როგორც ჩინელებს რო უყურია. ჩინელები არიან და შორიდან უყურებენ ამას ყველაფერს. ფაქტიურად ის ნახატი, იმ ნახატში რაც არის გამოხატული. ფაქტიურად ეს სრულდება კიდევაც ჩინეთი გვერდიდან უყურებს ამას ყველაფერს. ხო, რა თქმა უნდა. მაიმუნია, რომელიც ხიდან უყურებს, მის მთელს მდინარე როდის ჩამოატარებს. ხო, და მთელი სასწაულიც იმაშია, რომ დედამიწის მოსახლეობა ერთმანეთს სისხლისგან ცლის. და თავარი მოწინააღმდეგეა, თავარი მოწინააღმდეგე არა, თავარი მაყურებელი, რომელმაც უნდა იხეიროს აი ამ სოლის შემდგომ, კადრს მიღმარჩება. ჩინეთი? დიახ. არ რჩება კადრს მიღმა, მანდა ესეთი სურათი არა. სინამდვილეში ომი ირანთან არის ამერიკის შეერთებული შტატების ომი ჩინეთთან. მაგრამ ჩინეთთან მისი შებმა არ შეიძლება იმიტომ რომ ორივე ბირთვული სახელმწიფოა და ეს არის ადამიანური რესურსი დიდი. ადამიანური რესურსი თავისთავად, მაგრამ ორი ბირთვული სახელმწიფო ახლა ამერიკისა რუსეთიც არის ბირთვული, მაგრამ მისი ვისაც მას ომი აქვს უკრაინა არ არის ბირთვული. უკრაინა რო ბირთვული ყოფილიყო არ იქნებოდა მათ შორის ომი. ხო და ისე რომ ჩინეთი რო ბირთვული არ ყოფილიყო შეიძლება და რაღაც სამხედრო და რაღაცაზე ზემოქმედებაზე ტრამპს ефიქრა. და ნაკლებად ჭკვიანი კაცი რო ყოფილიყო ამერიკის პრეზიდენტი. ხო, ეხლა მაგალითად შვილი ბუშის ომი ერაყში არ იყო ჭკვიანური საქციელი. ისევე როგორც კლინტონის დარტყმები იმაზე სერბიაზე, ასევე არ იყო ჭკვიანური. ნუ ახლა სიბრძნისგან ძალიან შორს იყო კლინტონიც და ისიც მამა ბუშიც. შვილი, არა მამა შვილი ბუში. ხო და მოკლედ დღეს ესია საქმე, რომ ტრამპის ძალიან მოქნილი გონება აქვს, არ უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით ის ჟურნალისტებს როგორ ელაპარაკება, სხვადასხვა ვიღაცებს როგორ ის შოუმენია, ლაღი ადამიანი ენაზე ხან ტყუილსაც იტყვის, ხან მართალს იტყვის, ხან რაღაცა დრესერს იტყვის. ერთ გამოსვლაში შეიძლება თავში სხვა რამე თქვას, ბოლოში სხვა რამე თქვას. ერთმანეთის აწინააღმდეგო, მაგრამ იქაც ჩაყირობს და იქაც ჩაყირობს. ის არასოდეს სერიოზულად არ ელაპარაკება არავის, გარდა სერიოზული ადამიანების. ის სერიოზულად არ ელაპარაკება სი ძინპინს ერთ-ერთზე, ეთერში არა. სერიოზულად დაელაპარაკოს შეიძლება
ისა რა ქვია, აი მოდი ესე ვთქვა, ეხლა უნდა მედოდა მეთქვა რომ პუტინს მეთქვა, მაგრამ პუტინს ის სერიოზულად არ ელაპარაკება. ეს ისა რა ქვია, ეს წითელი ხალიჩა რომ გაუშალე, ეს იყოს უთა აი სპექტაკლი დაუდგა რა, რომ ნახა რომ ესე იგი ბოლომდე დააგოიმებდა თუ ვერ დააგოიმებდა. წამოიყვანდა თუ არა, ესე იგი მის იმაზე რა ქვია, მის მეზე, მის ეგოზე იმუშავებდა თუ არა და თუ გადააქმნებდა მოუაზრებელ ნაბიჯს, მაგრამ არ გამოუვიდა. ხა ეს დიდად თავი კი არ უსკდება პუტინს, მაგრამ მაინც სერიოზული ბიძაა. მაგრამ ესე იგი მისი მიზანი არის რომ ეს სამეული როგორმე დაერღვია, ბრიქსი როგორმე დაერღვია და ნუ რადგან ესე არ გამოუვიდა რომ ეხლა ვერ გადაიყვანა ბოლომდე თავის მხარეზე, ხო? ამიტომ გაანება ცოტა ხანს გვერდზე გაწია ეს ესე იგი ტრამპისა და ტრამპისა არის პუტინის საქმე საერთოდ და რუსეთ-უკრაინის საქმე გვერდზე გაწია, ნუ არ გამოუვიდა გაანება თავი, როდემდე უნდა ეცადო თუ არ გამოგდის და აკე რა მეორე მხრიდან შეუტია ირანს ხო? ხო და ირანთან მოკავშირე ყავს. იქ არ აყავდა მოკავშირე, იმიტომ რომ ევროკავშირის ტერიტორიაა, ევროკავშირის მოსაზღვრე ტერიტორიაა. ეს ევროკავშირი ვერ აღმოჩნდა სერიოზული მოკავშირე შეერთებული შტატებისათვის, იმიტომ რომ ვერც აღმოჩნდებოდა ვერა. ხო, ვერც აღმოჩნდებოდა, ხო და ამიტომ აქ ახლა ხანდახან კი ლაპარაკობს თქვენს მომეხმარებთ, მაგრამ ეგ მაგაზე გათვლა არ აქონდა რა. ევროპის ქვეყნები მოკავშირედ არასდროს არ ვარგოდნენ და არასდროს არ გამოდგებოდნენ. გესახები, ხო. ხო და ისე რომ ესეთი ამბავია, ეხლა ჩინეთს რა შეეხება, ჩინეთს ამომა ძალიან სერიოზული გაკვეთილები ჩაუტარა. ის მიხვდა რომ მას იარაღი, არაფერი იარაღი არ აქვს ისეთი, რომელიც მას ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამხედრო დაპირისპირებაში გამოადგება, არაფერი მას არ აქვს. ანუ რაც ირანს დაემართა, იგივე დაემართება, რომ ვერც ერთ თვითმფრინავს ის შეერთებულ შტატებს ვერ ჩამოუგდებს, ვერც ვერანაირ საზღვაო დაპირისპირებაში შეერთებულ შტატებთან ვერ მოვა და ის ახლა ის თავის გეგმებს კი არ გააუქმებს. ჩინეთი საუკუნეების მასშტაბით ნაშრობა გეგმავს. ის გამოიტანდა ახლა იმ დასკვნას, რომ ჯერ ცოტა ადრე ყოფილა, მეტი მუშაობა გვინდა, მეტი ტექნოლოგიები გვინდა. ამიტომ ესე იგი, რატო უნდა დავკარგო ნომერი პირველი ეკონომიკური პარტნიორი? შეერთებული შტატები მისი ნომერი პირველი ეკონომიკური. ფაქტობრივად ბაზარიც არის. ხო, ბაზარია, რა თქმა უნდა, ხო და ისე რომ ის არ გაიფუჭებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, გაგრძელდება მათ შორის ძალიან მსხვილმასშტაბიანი ვაჭრობა, მაგრამ შეერთებული შტატები მას ნელ-ნელა ფრთებს შეუკვეცავს. აი ირანი რა თქმა უნდა, აწი ვერასოდეს, ნუ ყოველ შემთხვევაში კაი ხნის განმავლობაში ვეღარ იქნება მისთვის ნავთობის მიმწოდებელი. რუსეთსაც ამ ომის ირანთან ომის დამთავრების შემდეგ ისევ აეკრძალება ჩინეთისთვის და საერთოდ ყველასთვის ნავთობის მიწოდება და მეორადი სანქციებს მიიღებენ ის კომპანიები, ჩინური იქნებიან თუ ვინც იქნებიან, ვინც მიხიდიან ჩინეთს, ან კიდე ის ჩინური კომპანიები, ვინც რუსულ ნავთობს იღებენ. პრაქტიკულად გამოვა ისე, რომ ჩინეთს აღარ ეყოლება ნავთობის მიწოდებელი. და ჩინეთს რა დაემართება მე არ ვიცი. მე მგონია რომ სხვა ვერაფერი ვერ დაიმახსოვრეთ და მე გავაანალიზოთ, იმიტომ რომ ეს ომი მალე დამთავრდება, გითხარდება. აი მე მგონია რომ ჩინეთი მივა იმ დონეზე, რომ ისევ ტრამპს შეეხვეწება, რომ მან მიყიდოს ნავთობი. და ირანის ნავთობს, არაბულ ნავთობს და ვენესუელას ნავთობს ჩინეთს მიყიდის შეერთებული შტატების კომპანიები. ეხლა სხვა განვითარება რაც შეეხება რუსეთისა და ირანის მოკავშირეობა ამ ომის მიხედვით გამოჩნდა რომ აღარ არსებობს, იმიტომ რომ რამე გააკეთა რუსეთმა ირანის დასახმარებლად არ ჩანს, ხო? ხო, ეგ ვიკითხე მე წერა. არ ჩანს. ჩუმად რაღაცას აწვდნენ, ალბათ თვითმფრინავებით რაღაცა მიდიმოდიოდა. მაგრამ არაფერი სერიოზული. მაგრამ ოფიციალური არა ის არაფერი, ხო, მიწევთ არა. ასე რომ გამოდის რომ თუ რამე კატასტროფა არ მოხდა, თუ აი კარდინალურად არ შეიცვალა ეს მიმართულება, აი დღეს რა ტენდენციები, ეს ტენდენციები თუ მთლიანად არ შეიცვალა, ხო? მე რა რომ სახმელეთო ოპერაცია არ იქნება და შეიძლება რეჟიმიც დარჩეს. ან როგორ უნდა დარჩეს ის ყველა მკვდარია. ვიღაცა ცოცხალი.
ერთი ეს არ აქჩია ცოცხალი და პრეზიდენტს არ კლავს. 90 მილიონიან ქვეყანაში მოახერხა. არა, იმას ვიძახი კაცო მთავარი აითვალები ვიცი. არა, ის შვილი ხო ცოცხალია, ხო. ეხლა ერთი რა მიხართ ამისა ირანი მაგრად დასუსტება, რუსეთი მაგრად დასუსტება, ჩინეთიც მაგრად დასუსტება. და მოკლედ ამერიკა გამოდის შეერთებული შტატები რომ გადარჩება. აი ეს ტენდენცია, ტრენდი მისი დანარჩენი ყველაფერი დაიშლება. ყველაფერი რატო დაიშლება მას ახლა აი მაგ სამკუთხედის დაშლა ეს მსოფლიო მასშტაბით ნიშნავს საერთაშორისო ისლამის დასუსტებას. გაჩნდება ისა რა ქვია ტენდენცია გაჩნდება ევროპაში ჩემი აზრით უნდა გაჩნდეს როცა ნახავ რომ ყველა დონეზე ყველგან ისლამი დამარცხდა ხო? ახლა არაბული ისლამი დამარცხდა იმიტომ რომ ამერიკის ხარეს აღმოჩნდა ასე არ არის არ დამარცხდა და ისა რა ქვია ისრაელთან უნდა დადონ ამის შემდეგ აბრაამის ხელშეკრულებები ხო? ასე იგი არაბები უკან მე კიდე დაიბომბა ეს არაბული ქვეყნები. ეხლა არაბებს სადღა აქვს საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის თავი კაცო თავის ქვეყნები აქვს ასადგენი. შენობა აღარ დარჩა სერიოზული. ირანი რომელიც იყო ისლამის ერთ-ერთი ორი მთავარი გამავრცელებელი იყო ხო? ირანი და არაბული ქვეყნები და ორივე სერიოზულად დაზიანდა. თავის თავი აქვს საკითხავი აწინოთ. ხო და ისე რომ ესე იგი ამ დიდ ტექნოლოგიურ და ასე და ისეთ ომში გამოჩნდა ჩინეთის რომ ჩინეთი არაფერი განსაკუთრებული ძალა არ ყოფილა ხო და ევროპასაც ხო წესით მოქალაქეებს მაინც ახლა ლიბერალურ ისლამისტურ პარტიებს თუ არა ვინც ეს მართავენ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ხო და იმათ თუ არა ხალხს მაინც უნდა ჰქონდეს ნაწილობრივ მაინც რაღაცა რისების გრძნობა და თავისი ძველი ტრადიციული ფესვების პატივისცემა ხო წინაპრების სასაგრძელოს იმედი ახანახალაი სავენა რა ხო და მიხდე რომ კაცო ესენ დიდი ევროპა არიან და ამათ პრინციპში შეუძლიათ თუ გამოიღვიძებენ მაინც შეუძლიათ ყველაფრის მიუხედავად რომ საკუთარ თავს შეუბრუნდნენ თავისი ფესვებისგან და ფესვებისკენ და აღადგინონ თავისი ეგ გამორიცხულია უკვე ევროპა ისე დასნებულებული რომ იქ არის ნორმალური იქაა. ეხლა იტალიის პრემიერ-მინისტრა ძალიან მაგარი ქალია ჯორჯია ველონი გამოაცხადა რა მიიღო ასევე საბერძნეთმაც რომ საჯარო ადგილებში მთლიანად სახის დაფარვა აკრძალულია ანუ პრინციპში ჩადრები აკრძალა ხო სახში გაიკეთონ თუ უნდა სახში ისედაც არ იკეთებენ ხო და ნახოთ რა ვიცი სხვადასხვა ექსპერტების აზრით გერმანიას რეალური შანსი აქვს რომ დაუბრუნდეს თავის ეროვნულ ღირსება დაიბრუნოს თავისი და დანარჩენები არ ვიცი სამუნას რა ქვია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს არა აქვს ასე მძიმე საქმე ჯერჯერობით ნახოთ რა იქნება მომავალში მე მინდა ცოტა ესე გაკვირით მაინც შევეხოთ დიდი აჟიოტაჟია ეხლა ატეხილია მოსკოვის მექანიზმის შესახებ ჰააგის ტრიბუნალს უნდა გადავცეთო საფუძვლებიდან თამიან მე არ ვიცი გამოსვლები რო იყო ეს წელიწადნახევიანი თუ ორ წლებში თუ ჩვენთან ხო ამაზე დაიწერა დასკვნა ევროკომისია ხო და რომ თურმე ჩვენთან პატიმრებს აწამებენ დემოკრატია სინამდვილეში აღარ არის საქართველოში და ასე შემდეგ და დიდი ამბები ატეხილი ამის გარშემო ეგ ამბები ატეხილი არის გლობალისტურ პრესაში და არაფერი ჩემი აზრით საერთო ამას არ აქვს რეალობასთან იმიტომ რომ ეხლა მაგალითად მაშინ ციხეებში და სხვადასხვა მაშინ ძალოვანი ორგანოების სხვადასხვა ტერიტორიებზე ამ იმას რა ქვია
დაპატიმრებულ სხვაგანად მოაზროვნებს, ესე ვთქვათ, პროტესტებს, კოჭელ კასტილებიაცებს აუპატიურებდნენ? ხო ეგეთი, არა? მე ესე იგი იქ ციხეებში ხალხს ფიზიკურად ხოცავდნენ ცემით? ვინმე მოკლეს? ეხლა? ხო, ეხლა. არა. მე ესე იგი დანარჩენებს ვინც არ მოუკლავთ, მოკლულ ცხედრებზე ჩაყავდათ და თოკებით აბავდნენ? არა. არა. რასაც აკეთებდნენ წინახელი. რასაც წინას ხო იმას გიყვებით და აბა რას გულისხმობენ ესენი წამებაში? აშიმშილებდნენ, საჭმელს არ აძლევდნენ? ხო. ნახელად მოსულ ქალიშვილებს და ცოლებს თვალწინ უპატიურებდნენ? ისევ არა, ხო? არა. არა. და ძირითადად ხუთკაციან სალონში 40 კაცი შეყავდათ? არა, არა. აბა წამება რა შეიყო? არ ვიცი, არა და დასკვნა დადო ევროკომისიამ ესეთი. ეხლა ევროკომისიაზე ვთქვათ, ევროკავშირის ინსტიტუტი მთლიანად რა პრინციპით არის შედგენილი? ხალხის არჩეულია? არა. არა. დანიშნული ჩინოვნიკები არიან, ხო? რა თქმა უნდა. ესე იგი იქ არ არის დემოკრატია. მოკლედ. ხო. საქმე ზუსტად მაგაშია. ისმის კითხვა, ხო? ჩვენთან კი არის დემოკრატია? კი ბატონო. ხო, ესეც არ არის სამხრივად, ვერ ვიტყვით რომ აქაც არის დემოკრატია. იმიტომ რომ მაგალითად რომ ჩვენთან მოიდომო პოლიტიკური პარტიის დაარსება, ისეთი ის არის, რა ქვია, ისეთი წინააღმდეგობები არის, კანონით დადგენილი ესეთი წინააღმდეგობებია, რომ უკიდურესად ძნელია პოლიტიკური პარტიის შექმნა. ხო და ამიტომ საქმე ის არის, რომ დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას და უნდა იყოს მექანიზმი, რომელიც ამ ხალხის მმართველობას უზრუნველყოფს და ეს მექანიზმი არ არის. იმიტომ რომ ხალხის აზრს არ გამოხატავენ არსებული პოლიტიკური ძალები. ხელისუფლება რო გადავთვალოთ ახლა მე არ მიყვარს ხოლმე ეს ციფრებით ისა ჟონგლიორობა, მაგრამ ძალიან ზერელეთაც რო გადავთვალოთ მაქსიმუმ რასაც გამოხატავს ესე იგი მოსახლეობის 1.15%-ის აზრს გამოხატავს, იმიტომ რომ ის 15%-ია ზუსტად რომელიც რეგულობს არჩევნებში მონაწილეობას. ხო, მაგაზულობა რა ყო და 15 ალბათ ბევრი თქვი, უფრო ნაკლები. ხელისუფლებას გულისხმობ. ხო და ეხლა ის ოპოზიციური ძალებს თუ ვიგულისხმებთ, არა? ისინიც გამოხატავენ ალბათ 10 და 15-მდე ყველა ერთად. ხო და გამოდის 15 ესე იგი 70 მოსახლეობის, ანუ საარჩევნო უფლების მქონე მოსახლეობის 70%-ის აზრი არსად არ გამოიხატება. არც ხელისუფლებაში, არც ოპოზიციაში, არც მედიებში, აი ოფიციალურად ტელევიზიაში. თვითონ საარჩევნო კანონიც არადემოკრატიულია. მაგას შეიძლება ქვეყანა აირჩიოს ხელისუფლება 7 კაცი მივიდეს 8 კაცი არჩევნებზე და არჩევნები ჩათვალდნენ. ხო, კი ბატონო, ხო. ჯერ ერთი ხო გეუბნებით რომ თვითონ პოლიტიკური სპექტრი არ გამოხატავს მისი ამ ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერილი არ არის სოციალური ბაზა არ აქვს ხალხში ეგერთი და მეორე რომ ეს რაც თქვენ ბძანეთ რა ხო და ისე რომ ძალიან ცუდად არის საქმე სინამდვილეში ხო და სინამდვილეში ცუდად კი არ არის ისე რომ დემოკრატია იქ ევროკავშირში ძიმე მდგომარეობაშია მე ჩემს კი არ გეუბნებით კაცო ჯიდი ვენსი იყო და იქ მიუხეში ილაპარაკა და არა მეც მაგაზისავარ მაგრამ ახლა ესეთი ვინც არიან ახლა მსოფლიოში დღეს მსოფლიო პოლიტიკაში უჩვენესი ადამიანები ისინი ფიქრობენ ასე ვთქვათ ევროკავშირის დემოკრატიულობის თაობაზე ხო და რამის მუხლმოყრილი ეხვეწებოდა ნუ ახლა მაგალითად ბატონი შტორმერი ნამდვილად არ ეხატება გულზე დონალდ ტრამპს მაგრამ ზოგადად მეგობარი უძახა ოღონდ დამეთანხმეო რომ ძალიან ცუდ საქმეს უკეთებთ თქვენივე სახელმწიფოსა თქვენივე ხალხსო და რა გინდაო ბორო გამაგებინეო კაცო პატარა გაიხედეთ გამოიხედეთ დიდი წარსული ქონდაო ევროპასო ჩვენ საერთო სამშობლოს ესეც ხო ნახევრად დედი შოტლანდიელია დონალდ ტრამპი და მამის გერმანელი ხო და ჩვენ საერთო სამშობლოს ამხელა უზარმაზარი სახელოვანი წარსული ქონდათ და დღეს ნებით თქვენი სურვილით ნებდებით ისლამურ იმას ცივილიზაციასო და ბოლო თვარებში გამოიხედეთ
თქვენს ხელშია თქვენი გადარჩენა არ გინდათო და ჩვენო ჩვენ საქმეს თვითონ ვიხედავთ რა თვითონ მიხედავენ, იმიტომ მიხედავენ თვითონ მომავალი არ საინტერესებს. ხო, არა, მომავალი იციან. მათი აზრით, მათი მომავალი არის ისლამური ხალიფატი. ჩემი აზრით. ჩვენ ეს აზრებთ მე და ბატონ დონალდს. და მოაზრეები. ათახვით ხოლმე აზრები. ხო, რა თქმა უნდა. ჩვენ ამდენჯერმე მასე Facebook-ზე დავწერე რომ ასე იზამს მეთქი და შენ რა იციო რომ ეგრე იზამს. მოთხარ ჩემის გარეშე ნაბიჯს არ ადგავს და მე არ ვიცი კაცო. რასაც მე ვეთქვი ისე იზავს. ბატონო. შეიძლება რომ ერთი კითხვით შემოვიდე. რა თქმა. მე გუშინ ესე იგი გუშინ იყო 16 მარტი დავაკონკრეტებ რიცხვს. ვიყავით საჯარო რეესტრში. ინვესტიციის საჯარო. ამასობაში სანამ ჩვენ ამ პასუხს გავიგებდით და წამოვიდოდით ყოველგვარი რაღაცების გარეშე, შევისწავლეთ 3 საათის განმავლობაში მე და ბატონმა ზაქარიამ საჯარო რეესტრში არსებული სიტუაცია დღეს. იმიტომ რომ მეტი საქმე რომ არ მქონდა მოლოდინი. მიმოიხედეთ. რა თქმა უნდა და ჩემთა სამწუხაროდ დავინახე რომ თეთრ კანიანები იყავით რაღაცა 1%. ესენი აქ იუსტიციის სახლში მომუშავე ადამიანები, 1-2 მომლოდინი ადამიანი, დანარჩენი იყვნენ ფერადკანიანები, დაწყებული წითელი კანიდან დამთავრებული შავი კანით, ვიღაცა რაღაცა და ნაცრისფერი ადამიანები. რომლებიც ოფიციალურად თან ძალიან ბევრი იყვნენ, ტევა არ იყო იქ. ბუნებრივია ისინი აფორმებდნენ უძრავ მოძრავ კოლებას. მოდით აი ამაზე ვისაუბროთ, რა დღეშია დღეს საქართველოს ეკონომიკა და თან თუშია თანხმეთ ეს საკითხი, საქართველოს რა ეშველება ფერადკანიანებისა და ისლამიზაციის. მოგახსენებთ მე ტრამპთან რა შევათანხმე, გეტყვით, ვარაფერს არაფერს არ დაგიმარა. მე ვკითხე ბატონ დონალდს რომ გვეშველება რამე მეთქი. ხო და ასე მითხრა რომ კაცო, USAID გაგიუქმეთო და არ ეჭირება თქვენ საქმეშიო. ჩვენი ელჩიო არაფერს აღარ აგთხოვსო თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ რამის გაკეთებასო, ხო? ესე იგი სოროსი პასუხისგებაში მივეცითო და აწი გაუქმდება ის სოროსის ფონდიცო, ხო? ხო და ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაცია გამოვედი და გამოვედით და მომბაძეთო თუ ესე იგი თუ იძახითო რომ ხარს უჭერთო ჩემ პოლიტიკასა და ამერიკის ხარეზე თუ ხართო გამოდით თქვენც იმ ჯანდაცვის იქიდან ხო და მაშინ გაეროშიო მეროვი თუ გინდათო ჩვენთანო ამერიკასთან ჩემთანო აღდგენდაო იმის რა ქვია სტრატეგიული ჩემს საწინააღმდეგო ნოაძლევთო ხმას ჩემი გადაწყვეტილება ის საწინააღმდეგო ხო და დანარჩენიო ახლა თქვენ გასაკეთებელს მე ვერ გავაკეთებო ამდენი ხელი შემშლელი ფაქტორი მოგიხსენეთო და აწი თქვენ თვითონ ქენით თქვენთან მიხედეთ თქვენ თავსო და აი ესეთი და ჩვენ თავში ვინ იგულისხმათ ქართველი ხალხი რომლებიც დღეს საქართველოში აღარ არიან ხო? ნუ ახლა ჯერჯერობით იმდენი კი არიან რომ ჯერჯერობით არიან მაგრამ 2-3 წელიწადში ალბათ უკვე აღარ იქნებით იმდენი კი დასაგებია საქართველოს დავჩევით აღარ მე და ზაქარია ეკონომიკის ექსპერტი და ხელა პუბლიცისტი და ჟურნალისტი და მიხედეთ ხო ასე ქალბატონო კეთება ნუ ჩავამართმევთ ახლა მე წამყვანის სტატუსს მოკლედ ბატონსო შემოსულია კითხვა ესეთი რომ ყიბულში რაც მოხდა კურსები მეწყერი გამოწვა და სახლები და იქ ახლა ნახევარი სოფელი მეწყერმა წამოიღო დინარის ერთ სამხარეს ხო და ზედა და ქვედა კურსები რა თქმა უნდა ეს მეწყრული ზონა იყო ისედაც მაგრამ ისევ და ისევ ეკოლოგიას უნდა მივადგეთ ამ მხრივ რომ ხდება ხეების გაჩეხვა, ტყეების გაჩეხვა და ვეღარ იკავებს ხე, როდესაც აღარ არის
ნიადაგი რაღაცა თქვენ კარგად მოგესწრებათ რომ არის კიდევ ესეთი საუბარი რომ მიწა არის გამოშიგნული ნიადაგი ანუ თქმა უნდა მაღაროების მხარეა ეს და ისევე როგორც თავისთავად გამოშიგნული ზესტაფონის ესა და ისე როგორც ჭიათურაში რომ ეგავე ხალხი იგია ცხოველები ვარდებიან იმაში ორმოებში და იკარგებიან და ეს კიდევ ერთი მეორე მძიმე კუთხე ჩვენი ქვეყნის მიხედვა უნდა საქართველოს შემოძვირფასო საერთოდ როგორ არის საქმე იცი რომ ადგილის კურდღელსო ადგილის მწევარი ჭირდებაო ნათქვამია რა ხო და ისე რომ ქართველ კურდღელს ამერიკელი მწერალოდი ვერ დაიჭერს ისევ ქართველი მწერალია საჭირო ჩვენ საქმეს ჩვენზე უკეთესად ვერ გააკეთებს მაგრამ საქმე ის არის რომ ნება არ არის მე არა ნება რო არ არის ბევრ ექსპერტს და ბევრჯერ უთქვამს ხომბე რომ და მოდი ვაღიარო თუ ეგრე იყო რა ესე იგი დაწყებული გამსახურდია ჩვენ ავირჩიეთ ავირჩიეთ შავარდნაძე არ ავირჩიეთ ავირჩიეთ მე არ ავირჩიე არა თქვენ არა მაგრამ რა ეხლა შეიძლება გაყალბებული იყოს მაგრამ და ახლა ზუსტად ავიცი 80% მიიღო თუ კაი 80% კაც სწორი არ იყო 60 ხო იყო ავირჩიეთ მე მინდა არც მე მიმიცია შევარდნაძის ხმა და 70-იანი წლებიდან მოყოლებული მაგას რო ხმას არასოდეს ამივცემდი ზუსტად ვიცოდი მე ამის შემდეგ მიშა არ ავირჩიეთ ხო თქვენ არ აგირჩევიათ მე არ ამირჩევია მაგრამ აირჩია ხალხმა ხო და ისე რომ შემდეგ ესე იგი ეს ოცნება და ბატონი ბიძინაც აირჩია ხალხმა ჩვენ ეგეთი მალემწმენი ხალხი ვართ ადვილად ვიჯერებთ კარგსაც და ცუდსაც საქმე იმაშია რომ ამ ყველა არჩევნებში რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ რა თქმა უნდა ხო უკანონო იყო უმრავლესობა უკანონო კი არ იყო აბა იყო ეს არჩევნები არაკონსტიტუციური ხო ანუ უკანონო კი დიახ ბატონო იმიტომ რომ ერთი შევარდნაძის არჩევნები იარაღის ღაროში ჩატარდა ოკეი მეორე შევარდნაძის ხელისუფლების არჩევნები ეს იყო თვით მარქვია რაღაცა სამხედრო საბჭოს მიერ ორგანიზებულ ძალიან პოლიტიკაში გადასვლა არ გინდა იმიტომ რომ თქვენ კითხვას მინდა რომ პასუხი გავცეთ ეს მხოლოდ პატარა შესავალივით იყო მე მხოლოდ იმისი თქმა მინდოდა რომ ჩვენი ტერიტორიები ჩვენი მთისა და ბარისათვის როგორ უნდა მოგვეულო ჩვენმა ხალხმა ეს იცოდა კი ბატონო იცოდა ეხლა ვითომ ამ ტყუილ ტენდერებს გამოაცხადებენ ხოლმე მე როგორც წესი რაც არ უნდა იყოს როგორც არ უნდა იყოს ესეთი მსხვილი მასშტაბის რაღაცებისთვის რატომღაც ყოველთვის ჩინელები იმარჯვებენ ჩამოყავთ ეს ჩინელები რომელსაც ფეხებზე კიდიათ მთელი საქართველოს და მისი რკინიგზაც მისი სოფელიც ქალაქის თაც და ბარიც და მანამ ჩინელები გახდებოდნენ ესეთი გამარჯვებულები მანამდე ჯერ თურქები იმარჯვებდნენ ჯერ ხო ну თურქები ახაც იმარჯვებენ შიგადაში ხო და ისე რომ მაგალითად ჩვენ ეს უცხოელები ჩამოვიყვანეთ და ისეთი ძლიერი კომპანიები როგორიც იყო მაგალითად მეტრომშენი ან მაგალითად ინჟიმშენი ხო ხო და ესენი დავაქციეთ და გავაქციეთ ქვეყნიდან და ჩვენ ესე იგი კურსებთან იქნებოდა თუ სადაც იქნებოდა სადაც ჩვენ ესე იგი ეს სინამდვილეში ხელოვნურად შეიქმნა ეს ეკოლოგიური ისინი რა ქვია კატასტროფები ხო ეხლა მაგალითად რასაც მოუყურებ მე გეოლოგი არა ვარ და ეხლა იქ ადგილზე არ შემისწავლია და რაღაცა მაგრამ ნუ დაახლოებით წარმოდგენა მაქვს ეს მეწყრული მომენტები როგორ მუშაობს და რაღაცა კი ისინი თავისითაც ვითარდება ის მთისთვის ძირის გამოთხრით გარეშე ხადახა ვითარდება მაგრამ ეგეთი მთათა სისტემა გვაქვს ჩვენთან არის ეს ჭადაქვას ვეძახი თუ რაღაცა ესე რომ იშლება
კიკეთის კერვა მივდივარ და ფლატეები რო არის და უშუალოდ მიწის ქვეშ ესეთი ფენა არის ხოლმე 40-50 სანტიმეტრი სისქის, რომელიც ეს ყავისფერი ფილაქანივით არის ასე და ზედა წვიმა რო ხდება, იშლება მიწასავით ეროზირება ხდება. ხო და ეს ეგეთი თვისება და ყველგან ეგრე მოხდება და ახლა ამისი ისა რა ქვია წამალი ცნობილია მარტო საქართველოს არ არის ეგეთი და ჩვენ საკუთარი გამოცდილებაც აქვს და გზებიც გვიკეთებია და ყველაფერი, მაგრამ ამის გასაკეთებლად ჩინელების ჩამოყვანა ნამდვილად არაფერს არ მატებს ესეთ პროექტებს. საბოლოო ჯამში ხო ესე იგი ჩვენ გვჭება ეს გაკეთებული და რა შედეგს ხარაგაულში იყო ეხლა ხან იგივე ამბავი მოხდა, ეხლა იქ მოხდა ხარაგაული კიდე საერთოდ სულ ხვალდაძე რა დღეში იქნება ხარაგაულის რა დღეში იქნება და აღარ დარჩა დაუმეწყრავი სოფელი და გზა აღარ დარჩა და არაფერი აღარ დარჩა. ეს რკინიგზაც და ეს გზებით შეიძლება და სხვანაირად გაკეთებული იყოს, სხვა მეთოდით გაკეთებული და ასე ყველა მთისთვის ძირი არ გამოეთხარათ, ხო? ყველაფერს თავი გავანებოთ, ის ვითომ შორს არის. აგერ არის ყურიზიში კი არ არის, აგერ არის თბილისია, კაცო ვაშლი ჯვარი. ფერდობებს გამოუთხარეს ძირი და ეხლა უკვე ეს მეწყრებიო, რატო გავითარ, ბიჭო, მეწყარი არ განვითარებული იყო, ის უნდა გაგიკვირდეს. ძირს თუ გამოუთხრი ის ფერდობი ჩამოეშლება, აბა რა იქნება კაცო და მერე კიდე ის უარ ჩამოიშალოს, ამისი ხერხებიც არსებობს, მაგრამ ბალახის დათესვა და ხის დაბა კაციშვილს არ უნდა და რაც არის იმასაც ხრია. საქართველოს უძველესი სურათები რო ნახოთ, აი როინიშვილი, საქართველოსი და თბილისის როინიშვილის და კიდე სხვა ძველი ფოტოგრაფების სურათები რო ნახოთ, მთელი თბილისის გარშემო არის ერთი გერიხი არ ადგას. მთლიანად მოშიშვლებული, მოტიტულებულია. მაგრამ ესე იგი 30-იანი წლებიდან დაწყებული, ხო, იმას კომუნისტებს ეყოთ იმდენი ჭკუა, რომ მთელი თბილისის გარემო გაემწვანებინათ და დაეგვოთ ვალვა გამძერდნენ. ბელგიაში ლისის ტბისკენ რო ადიხარ, ჩვენ სკოლიდან მიყავით ხოლმე ბავშვები და ხეებს გვარგები მაგას კი ერთი 80 ხე მაგ დარგული მან და გულების ის ხდებოდა ხოლმე რომ არამდე საერთოდ ხე არ იდგა და არც იმოქროვანაში არ იდგა და შინდიში, იმიტომ რომ ხეს წრინდა და ნახშირი ჩამოქონდა და თბილისში ყიდდა. ელიას მთაზე იყო ხე არსად არ იყო ერთადერთი ისის მე-19 საუკუნის ბოლოს 20 საუკუნეში ხუდადღოვის ტყე ააშენა იმ აზერბაიჯანელმა კაიგაცმა. ხუდადობა, ხო და ასეთი მდგომარეობაა, ხო და ამიტომ ესე იგი ეს სხვისი ხელი და სხვისი ჭკუით ჩვენი საქმე არ გაკეთდება. და როგორ უნდა მოხდეს ისე რომ ესე იგი შეტრიალდეს ეს ამათი აზროვნება. მე ამას კანონში ეს როგორ უნდა ჩაიდოს ვიცი. ერთ ახლობელს ვკითხე მაგალითად რომ აი თბილისი გადაიჭედა ამ ბეტონის ჯუნგლებით, ხო და ესე იგი თუკისადმე რამე ხე იყო და პარკი იყო და სკვერი იყო, იმას ნელ-ნელა ახმობენ, რომ მე რეი კორპუსი ააშენოს. კი ბატონო. ხო და ესო როგორ შეიძლება რომ შეიცვალოს აქ ვინმე უნდა ახალი სისხლი ესე უყურთ ხოლმე ახალი სისხლი უნდა მოვიდეს ბიჭო სისხლი და ხორცი და ფლიკ კი არა და კანონი ამას და კანონი და რეგულაცია როგორ და მწვანეთ აი ესეთნაირად რომ მაგალითად ეხლა მერიას აქვს თავის შემოსავლები ხო აი თბილისის მერიას მათ შორის თბილისს თავისი საკუთარი შემოსავლები არ ყოფნის თითქმის ნახევარზე მეტის დამატება ჭირდება ტრანსფერი როგორც ითქვი ამ ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერი და მე აქ ჩავწერდი ამ კანონში ტრანსფერის შესახებ კანონში ჩავამატებდი რომ ესე იგი რომ ყოველწლიურად ქალაქში მწვანე საფარი სიტყვაზე უნდა გაიზარდოს თქვა 5%-ით 10 რაღაცა პროცენტზე შევთანხმდებოდით ხო პარლამენტთან თქვა 10%-ით ხო და შენ ამ პროცენტს თუ დამირღვევ ქალაქს თუ დამირღვევ ამ პროცენტს ხო არა ტრანსფერს თუ მაგალითად 1% თუ 2%-ით თუ დააკლებ, ან თქვა 50%-ით დააკლებ, არა? მაშინ მე 50%-ით შეგიმცირებ ტრანსფერს. ბატონო. და თუ ისა 50%-ით გადააჭარბე, მაშინ ორჯერ 50%-ით მე ტრანსფერს მოგცემ, ხო? არა ჭირდება ამას იქ დიდი თეორიების ჩაწერა, რა? მოკლედ, აი ეს არის პროტრამპული აზროვნება. ტარიფებით აზროვნება. ხო და შენ ჯიბეზე უნდა დაგარკას იმან.
სისულელეს როცა გააკეთებ. შენ უნდა დაგარტყას ჯიბეში და იქ კიდე განმარტებაში ცოტათი ჩავწერდი, რომ 50%-ით ხო დაგაკდებ ტრანსფერს, მაგრამ შენ ხელფას შეგიმცირებ კიდე. ბატონო. პირველ პირს და მეორე პირებს მოადგილე. ხო, რეგულაციების მოფიქრება შეიძლება მთავარია იყოს ნება. არა, ჩვენი ხელისუფლება იქცევა ქართულად. გახსოვთ ისა? იმაში მულტფილმში რო არის, მულტფილმში შენ იყივლე, მე ვიყებებო და აშენდებაო. ეს თუ რა იყო თუ ისა, რომ გავსკანჩეს ვერე და როცა მაგ საქმითო თქვენო ქალაქი აშენო. საქმე იმაშია ბატონო სოსო რომ ორ ხმაში მღერიან პოზიცია ოპოზიცია და მესამე ხმა აგვიანებს მოსვლას. ხო და ხო, ერთი იყებება, მეორე ყივის. ხო და ამათ გონიათ რომ ამით ქალაქი აშენდება და ამასობაში ამით ქალაქი ინგრევა, კი აშენდება. ხო და ის რო ისა რა ქვია დაიჭირეს და კინოამ თავი გახადეს იმელია, ის მელი არის ხალხი. დიახ, და ეს ხალხი თქვენ მაგითიო ქალაქს ვერ აშენებთ, მაგრამ ამათ ფეხებზე კიდიან ერთი ყევს, მეორე ყივის. და გონიათ ქალაქს აშენება. მადლობა უნდა გითხრათ დღევანდელი გადაცემისთვის ბატონ სუსო. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, დაბადების დღეს. მადლობა. მრავალს დაესწარით და ერთმანეთსო შემდეგ დაბადების დღე როცა გექნებათ უფრო წარმატებული ყოფილიყო ჩვენი ქვეყანაც და ჩვენ ხალხს რაღაცა შეიძლება რომ უთხრა? კი ბატონო, აუცილებლად. აი მეგობრებო, რა უნდა გითხრათ, რომ წაღან რაც მე მოგახსენეთ, რომ ხალხის აზრს ვერ გამოხატავს ვერც ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ამომრჩეველი ყავს რეალურად და ვერც ოპოზიცია, რომელსაც ასევე ძალიან ცოტა ამომრჩეველი ყავს და ჩვენ, ვინც ზოგი იშვიათად დავდივართ არჩევნებზე, ზოგი და უმეტესობა არ დავდივართ ამ არჩევნებზე, ხო, ჩვენი ხმა დაკარგულია. და ეს არასასურველი მდგომარეობა ძალიან რბილად რო ვთქვა და სინამდვილეში კატასტროფული მდგომარეობა ჩვენი ქვეყნისა აი ამ გაუგებარი პოლიტიკური მდგომარეობის, პოლიტიკურ საზოგადოებრივი მდგომარეობის შედეგია. ამიტომ ჩვენ ძალა ერთობაშია ნათქვამია და ჩვენ ეს ვინც ვართ პროტესტული თქვათ ესე იგი მოსახლეობა და მოქალაქეები, ხო, რომელსაც არც ერთი მოგწონს და არც მეორე და სამართლიანად არ მოგწონს ორივე, ხო? ჩვენ უნდა მოვახერხოთ და შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური ნების გამომხატველი პოლიტიკური ძალა. რაც გინდა დავარქვათ, სახელს აღარ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ და თუ ვერ მივახციეთ იმას ვერ მივახციეთ, რომ ქართველმა ხალხმა რეალურად თავისი ნებით მართოს ეს ქვეყანა, რა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ამ ქვეყანას დავკარგავთ. ჩვენ ქართველი ხალხი ამ ქვეყანას დავკარგავთ. ამიტომ მე არ ვამბობ, რომ იმ პარტიაში, ამ პარტიაში, მე დღეს რა პარტიებიც ვიცი, არც ერთი პარტია ხალხის აზრს არ გამოხატავს. დიახ, ბატონო. ხო და ჩვენ სხვა გზა არ აქვს. ჩვენ ალბათ თქვენ შეიძლება მომცეთ ეგეთი შეკითხვა, რომ რა ვქნათ, აბა ვის მივცეთ ხმა. მე თქვენ გეტყვით, რომ ჩვენ ქართველმა საზოგადოებამ, ქართველმა ადამიანებმა ხმა უნდა მივცეთ. არა ამ პოლიტიკურ პარტიებს. არამედ ერთმანეთს უნდა მივცეთ ხმა. ჩვენ მოქალაქეებმა უნდა ხმა მივცეთ ერთმანეთს და ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩვენს საერთო აზრს გამოხატავს. ჩვენი საერთო აზრი არ არის, ჩვენ არ გვაინტერესებს დიდად, არ უნდა გვაინტერესებდეს რუსეთი, ირანი, ევროპა, ამერიკა, ჩვენო გვაინტერესებდეს ჩვენი ქვეყანა. იმიტომ რომ რაც გინდა მოხდეს, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ მთელი მსოფლიო რომ დაიქცეს, ჩვენ გადავჭეთ. ჩვენ არავის არ დავაქცევთ, ჩვენ არავის აშენებას და დაქცევას ხელს არ შევუწყობთ, ჩვენ უნდა ჩვენი თავი შევინარჩუნოთ ამ დუნიაზე, ამ დედამიწაზე. ეს არის ჩვენი მიზეზი, იმიტომ რომ ჩვენ ცოტანი ვართ. ის რაც უნდა დიდი კატაკლიზმები მოხდეს მსოფლიოში, ირანელი ხალხი დარჩება 90 მილიონი არიან. ჩვენზე 100-ჯერ მეტი მაინც იქნებიან. ამერიკაც დარჩება, რუსეთიც დარჩება, ჩვენ შეიძლება ვერ დავრჩეთ. ამიტომ მოდი ჩვენ დავუფიქრდეთ ამ სიტუაციას და როგორმე მოვახერხოთ, რომ გავერთიანდეთ.
დიდი მადლობა ბატონო სურსამ. თქვენ დიდი მადლობა. მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომ ისმენდა და ჩვენთან ერთად იყვნენ და მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა ბატონო ზაქარია, კარგად მოდებით.